ივანიშვილის სამსახურში ყოფი კობახიძის ღია წერილით ტრამპისთვის ახალიდან მთავარი გავიგეთ ის, რომ ელემენტარულ დონეზეც კი ვერ აყალიბებენ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ღიად მოუწიათ უკვე იმის დაწერა, რომ რატომ არ გვემეგობრებით იანვრიდან ვცდილობთ თქვენთან მეგობრობასო, სუფთაფურციდან ურთიერთობის დაწყებასო, წერილებს გწერთ და არ პასუხობთო. არ ამერიკის შეერთებულ შტატების პოზიცია ივანიშვილისთვის უკვე ძალიან დიდი ხანია ცნობილია, სუფთაფურციდან ურთიერთობის დაწყება შესაძლებელია, ოღონდ ეს ყველაფერი ვერ დაიწყება მიტაცებული ძალაუფლებით და დაიწყება მხოლოდ ახალი არჩევნებით. დელეგიტიმაციის პროცესი, იზოლაცია და სანქციების ქმედებაში მოყვანის პროცესი მუშაობს, წნეხი იზრდება და ეს წნეხი კიდევ მეტად გაიზრდება და რა არის ამისთვის საჭირო? პოლიტიკური არათანამშრომლობის გაგრძელება და ბოიკოტის გაგრძელება და არა გაუთავებელი ფიქრი ქართული ოცნების მიერ დაწესებული არანორმალური პროცესის ნორმალიზაციაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ არჩევნებში შესვლაზე. 24 საათი ამაზე ფიქრი მავნებლობაა და იმედია ყველა კეთილსინდისერი ადამიანიც კი განდევნის საკუთარი თავიდან ამ მავნე იდეებსა და მოსაზრებებსა და ხედვებს. მოკლედ, ყველაფერი ჩვენს ხელთაა, საკუთარი ბედის ჭედელი არის საქართველოს მოქალაქე. პრინციპულობას აქვს ახლა ძალიან დიდი ფასი და დისციპლინას აქვს ძალიან დიდი ფასი. დისციპლინა ძალიან იაფიქრის, არაფერი არ არის, მაგრამ ყველაზე ძვირად ფასობს აი ბრძოლის ამ ეტაპზე. დროებით.